გამარჯობა, მე ვარ ნინი ჭაჭია, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი და დარიო რადიოსთან ერთად ვიწყებ ძალიან საინტერესო პოდკასტების სერიას საუბრები ჯანმრთელობაზე და არა მხოლოდ. თანამედროვე სამყაროში ბედნიერებისა და ჰარმონიული ცხოვრების მიღწევისათვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი არის მენტალური ჯანმრთელობა. გარდა მხოლოდ უშუალოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებისა, მენტალური ჯანმრთელობის ბევრი საკითხი, პრობლემა უშუალოდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენს, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ უშუალოდ სხვადასხვა საინტერესო წარმატებულ ექსპერტებთან ერთად განვიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები, რათა მივაღწიოთ ბედნიერ, ჰარმონიულ და წარმატებულ ცხოვრებას. ჩემი პირველი გადაცემის სტუმარი არის ბავშვთა და მოზარდთა კრიზისული დახმარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი ნდობას დირექტორი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა აღაბიშვილი და დღეს ჩვენ დავიწყებთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხის განხილვას, რასაც მიტოვებული ბავშვის სინდრომი ჰქვია. გამარჯობა ნანა. გამარჯობა, დიდი მადლობა, რომ დღევანდელი გადაცემის სტუმარი ვარ. დიდი მადლობა თანხმობისათვის და მოდი სანამ გადაცემის თემას გავშლი, პატარა სტატისტიკას მოგიყვან. 2020 წელს პროკურატურამ 2019 წელს განრიდებული არასრულწლოვნების მონაცემები შეისწავლა და ძალიან საინტერესო შედეგები გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ ბავშვების საერთო მოზარდების საერთო რაოდენობიდან, რომელთაც ორივე მშობელი ყავთ, 15%-ის მშობლები არიან განქორწინებული, ხოლო 23%-ის მშობლებისგან 2 ან ერთ-ერთი მაინც ემიგრაციაში იმყოფება, თუმცა ეს არ არის მხოლოდ ერთი მონაცემი, რომელზეც მინდა რომ ვისაუბროთ. ზოგადად 75% ამ მოზარდებისა არ ყოფილა არასოდეს არანაირი ძალადობის მსხვერპლი, 82%-ს აქვს თვითკონტროლის მყარი უნარი და ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობაც არც თუ ისე სავალალო არის, ანუ 51%-ს საკმარისი აქვთ პირველადი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ფინანსური შემოსავალი და მათი ეკონომიკური მდგომარეობა ესეთი არის, 45%-ისათვის კი ოჯახის ყველა ძირითადი საჭიროების დასაკმაყოფილებლად მათი ეკონომიკური შემოსავალი საკმარისი არის. აქედან გამომდინარე შეიძლება დავადგინოთ, რომ აი ეს მოზარდების დევიაციური ქცევები შეიძლება განპირობებული იყოს ემოციური დეფიციტის გამო და ალბათ არაჯანსაღი კომუნიკაციის გამო და სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით მინდა რომ დღეს ვისაუბროთ. ზოგადად რას ფიქრობ ამ სტატისტიკაზე? ძალიან საინტერესო სტატისტიკა. თავისთავად აი რაზეც ვლაპარაკობთ, რომ ეს ბავშვები ხო არც ერთთან არ აღმოჩნდა, რომ ისინი რაიმე სახის ძალადობის მსხვერპლები ყოფილან, მაგრამ მოხდნენ სისტემაში და ამ განრიდების პროგრამაში არიან ჩართულები, ხო? ესე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელზეც დაფიქრება და რეაგირებაც გვჭირდება, რომ სხვა მიმართულებით ვიფიქროთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ოჯახები ხო, თქვათ, არ არიან ეკონომიკურად ძალიან გაჭირვებული ოჯახები და მათთვის საკმარისია ის, რაც აქვთ და აქ უკვე ჩდება ის საკითხი, რომ სწორედ ამ ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ დეფიციტი იმ მნიშვნელოვანი აი მშობლებთან ურთიერთობის დროს, რასაც ღებულობენ ბავშვები, ყურადღება იქნება, სითბო იქნება, ბავშვების მიმართ ინტერესი იქნება, ხო? ის რაც ეხმარება ბავშვს, რომ პიროვნულ ემოციურად განვითარდეს, თქვათ, თავისი ინტერესები გაუჩნდეს და დამოუკიდებლად გააგრძელოს ცხოვრება, ხო? აკლიათ სწორედ აი ეს მნიშვნელოვანი ყურადღება და მშობლის მიმართება ბავშვთან, ჯანსაღი მიმართება, როგორც ჩანს, სადღაც დარღვეულია ესეთ ბავშვებთან. განსაკუთრებით იმ ბავშვებთან, ვისი მშობლებით სეპარირებული, როცა ბავშვი სეპარირებულია, განცალკევებულია რაღაც მიზეზით ბავშვისგან, ხო? და იგივე ის, რომ ისინი ხვდებიან სისტემაში და ამ შემთხვევაში განრიდების პროგრამაში მოხვდნენ, ხო? მათ სწორედ აი ამ დროს რა სიტუაციაშიც აღმოჩნდა, ხო? განიცდიან დაუცველობას, ხო? დაუცველობას და დაუცველობის შემთხვევაში ზოგი ბავშვი მიდის
ასეთ დავარქვათ, პასიური მიმართულება დავარქვათ, ხო? მას ულინდება რაღაც, თუ გავართულებ და უფრო ისე ვიტყვით, ხო, რაღაც მენტალური ჯანმრთელობის რაღაც პრობლემები, ხო? არის მორცხვი, არის თავდაუჯერებელი, არის, თქვათ, ხმას ვერ იღებს, საკუთარი თავის გამოჩენა, გამოვლენა არ შეუძლია, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, გატანა არ შეუძლია, რაც ძალიან გვჭირდება, ანუ ავტონომიურები და დამოუკიდებლები არ არიან და ემოციური პრობლემებიც გააჩნიათ და მეორეს მხრივ ხო, ეს ბავშვები დაუცველობის გამო, ასე ვთქვათ, მასკირებულ დაცულობას ირგებენ, ეს დაცვა მათთვის, ხო, ვიღაცა პასიური მიმართულებით მეც და ვიღაცა თავს იცავს იმით, რომ საკუთარ თავსაც აჩვენოს ის, რომ არა, მე არაფერი არ მემუქრება, მე შემიძლია გადავლახო ეს ცხოვრებისეული ბევრი ამოცანა და მიდის სწორედ იმ დევიაციურ ქცევას, რასაც ვეძახით, მე ყველაფერი შემიძლია, მე არაფრის არ მეშინია, მივდივარ ზარისკო ქცევისკენ და მე აღმოჩნდება ის, რომ ხდებიან სისტემაში. ანუ ხო, აი ეს. მოდი ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე გავამახვილოთ ახლა ყურადღება, ზოგადად პოზიტიური მშობლობის თემა 21 საუკუნეში ძალიან აქტუალური გახდა. თუმცა მე მინდა დღეს ყველაზე დიდი ყურადღება გავამახვილო ემიგრანტების ურთიერთობაზე თავიანთ შვილებთან, იმიტომ რომ მათ დამატებითი ბარიერები აქვთ, მათ შორის ამ კომუნიკაციის პროცესში. სტატისტიკის მიხედვით 23% არც თუ ისე პატარა მაჩვენებელი არის. ამიტომ მოდი კონკრეტულ რეკომენდაციებზე და კონკრეტულ საფიქრო საკითხებზე დავიწყოთ საუბარი, რა ქნას მშობელმა, რომელიც ემიგრაციაში არის, ყავს მოზარდი, ხო, დატოვებული, კი უპირობო სიყვარული არის ის მნიშვნელოვანი საკითხი, ერთ-ერთი და მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც მშობელმა უნდა განავითაროს, მაგრამ როგორ იურთიერთოს და როგორ იყოს პოზიტიური მშობელი, როდესაც შვილთან კილომეტრები აშორებს. ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ბარიერია, ხო, მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაციები როგორ არის განვითარებული, ფიზიკურად დისტანცირებულია მშობელი ბავშვისგან და პოზიტიური მშობლობისთვის დაწყებული ძალიან ბავშვობის ადრეული ასაკიდან პოზიტიური მშობლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფიზიკური სიახლოვეც, ხო? და ეს ფიზიკური სიახლოვე ბავშვებსაც და მოზარდებს სჭირდებათ თავისი განვითარების დროს, ხო? და აი ეს ბარიერი სწორედ ჩდება და ეს უკვე არ ღვევს, ხო, ძალიან რთულია დისტანტურად გავაკეთო ის, რაც მინდა რომ გავაკეთო და მივცე შვილს ის, რაც მას სჭირდება, რომ მივცე. ამ საჭიროებაში ახლა მე ვლაპარაკობ ემოციურ საჭიროებებზე, ხო, მოდი მატერიალურ და ესეთ ყოფით საჭიროებებზე არ ვილაპარაკებ, ემოციურ საჭიროებებზე, რაც ბავშვის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ურთულესია, მაგრამ გვაქვს კომუნიკაციის საშუალება, ხო? და ყველანი ვცხოვრობთ ამ ვირტუალური კომუნიკაციების მეშვეობით, ვამყარებთ, რამდენ რამეს ვაკეთებთ, ხო? რამდენი ვინმე გვიყვარს და ვესიყვარულებით, ხო? გამოვიყენო ეს არაჩვეულებრივი ვირტუალური საშუალება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი მოусმინო ბავშვს, ხო, მეტი კონტაქტი მქონდეს ბავშვს, მოდი ამით დავიწყებთ, ხო? გავიაზროთ, რომ კი მე ბევრ რამეს ვაკეთებ ჩემი შვილისთვის, მე ძალიან დატვირთული ვარ, თქვა, ემიგრაციაში მყოფი მშობელი ვარ, ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ, მაგრამ მე დრო უნდა გამოვყო იმისთვის, რომ უფრო მეტი მოусმინო, ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე მოსმენაზე, მაგრამ სინამდვილეში ცოტას უსმენთ ჩვენ შვილებს, უსმენთ ბებიებს, მამებს, უფროსებს, მაგრამ ბავშვებს ცოტას უსმენთ. მოусმინო და გაუგო ბავშვს, ხო, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გაუგო ბავშვს. ხო, აქ მე დავამატებ, ხშირად შაყირობ ხოლმე, რომ მშობლები შვილებს ძირითადად უსმენენ, იმიტომ რომ პასუხი გასცენ და არა უსმენენ, იმიტომ რომ გაიგონ რეალურად რა საჭიროებები აქვთ მათ შვილებს და ალბათ ხო აქტიური მოსმენა ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გაგება, გაუგო, ხო? შეიძლება ჩემთვის ისეთი მიუღებელი შინაარსიც კი მომეყვეს ბავშვმა, ხო? რომ ემოციურად ძალიან იმოქმედოს, მაგრამ მე ეს უნდა მოვისმინო, მე ეს უნდა მითხრას. ანუ ისეთი
ურთიერთობის მოდელი უნდა დავამყარო და მე განვამტკიცო, რომ არც ჩემს შვილს არ კონდეს ბარიერი, რომ რაღაც ისეთ საკითხზე მელაპარაკოს, ბლოკები არ კონდეს და დაბრკოლებები არ კონდეს და მეც გახსნილი უნდა ვიყო იმისთვის, რომ ბევრი რამე ჩემთვის მიუღებელი ან უსიამოვნო მოვისმინო და გავუგო. მოდი ცოტა კიდევ უფრო სიღრმეში შევიდეთ და გავამძაფროთ, ესე ვთქვათ, შეკითხვები. ძირითადად მშობლების 99% განსაკუთრებით აი მოზარდებთან ჩივიან იმას, რომ არიან ციფრული ბავშვები, რომ ამ გაჯეტებზე დამოკიდებულებები არიან და აი ეს გაჯეტებზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა როგორ შეიძლება წარმართოს მშობელმა, რომელიც გაჯეტიდან ისაუბრება თავის შვილს. ამ შემთხვევაში თქვა რა მექანიზმები შეიძლება გამოვიყენოთ და როგორ შევქმნათ რაღაცა ისეთი გარემო, რომელიც ბავშვის ინტერესის გაღვივებასაც შეძლებს და არ მოახდენს კიდევ უფრო გამძაფრებას ამ გაჯეტებზე დამოკიდებულების. ხო, ისე ვლაპარაკობ, რომ რაღაც აი ხო არის თქვათ, რასაც მე დაბრკოლებად ან ესეთ შემაფერხებელ ფაქტორს ვეძახი რაღაცა ხელს მისცემს, ხო, არის გაჯეტი და ეს გაჯეტი პირდაპირ იწვევს იმას, რომ თუ მე ბავშვს ხელში ჩაუგდებ, ის დამოკიდებული გახდება, ხო? მოდი ეს გაჯეტი პოზიტიური მხარეებზე ვიფიქრო. რაში შეიძლება გამოვიყენო ეს გაჯეტი იმისათვის, რომ ვთქვათ სხვა ინტერესები, შინაარსობრივად სხვა ინტერესებიც გავაღვივო ამ გაჯეტის საშუალებით, იმიტომ რომ ურთიერთობას ვამყარებ შვილს გაჯეტით, ხო? ამით შემიძლია ხა რაღაც კონკრეტულ რჩევებს არ ვიძლევით ხოლმე, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა მიმართულებები მივცე, ხო? ამ საშუალებით მე გაუჩინო ინტერესი, რა თქმა უნდა, იმ ცოდნის საფუძველზე, რაც ვიცი ჩემი შვილის შესახებ, ხო? რა სახის დაუშვათ სამაგიდო თამაშები აინტერესებს და შეიძლება აინტერესებდეს და შეეძლოს ასაკიდან გამომდინარე, რომ ითამაშოს, დავჯდე და ონლაინ ვითამაშო, თუნდაც ძალიან მარტივი მეხსიერების თამაშები, თუნდაც ჭადრაკივე თამაშო, ხო, რა ვიცი, შაშივე თამაშო, ხო, და სხვა ტიპის უამრავი ასაკზე მორგებული ეს თამაშები არსებობს, რომლის გამოყენება პირიქით სოციალიზაციისთვის და ურთიერთობებისთვის ვიყენებთ ხოლმე უფროსები და ხშირად ასაკობრივად ქვემოთ ჩავდივართ და ისეთ თამაშებს ვთამაშობთ, რასაც 10 წლის ასაკში ვთამაშობდი და ბედნიერი ვიყავი, ხო? ეს ერთი, ხო, ეს თამაშები გამოვიყენო, მოდი. გამოვიყენო ის, რომ არსებობს უამრავი რესურსი, მაგალითად, თუ ნახე, რომ ჩემს შვილს აინტერესებს, შეიძლება აინტერესებდეს კულტურა, სახვითი ხელოვნება და ასე შემდეგ, ხო? უამრავი ვირტუალური მუზეუმები, ხო? ერთად შევიდეთ მე ამერიკიდან და ჩემი შვილი საქართველოდან ამ ვირტუალურ მუზეუმებში და ერთად ვისაუბროთ, მე ხო უკავშირი მივცეთ ერთმანეთს. რა მოახდინა შთაბეჭდილება, ხო? თან ეს განმავითარებელიც არის, ერთია რომ შთაბეჭდილებას ახდენს და ეს აისახება ჩემს შეგრძნებებზეც და ემოციებზეც. მეორე არის რომ მე როგორც შვილი ბედნიერი ვარ და კმაყოფილი ვარ რომ დედასთან ერთად ამ დროს ვატარებ, მშობელთან ერთად ამ დროს ვატარებ და პლუს კიდე უბრალოდ შემეცნებითიც არის, ხო, ამ მიმართულებითაც შეუწყობ ხელს რომ განვითარდეს, ხო? და ნუ არ ვიცი, რაღაცა მოძებნა შეიძლება, რაც აი თუ თავარი არის გავიაზრო, რომ მე თუ მაწუხებს რომ ჩემი შვილი მიჯაჭული ამ გაჯეტზე და რაღაც აი ეს ძალიან მექანიკურ თამაშებს თამაშობს, ან მარტო და ან ქსელურად, მოდი რა, მეც ქსელურად ქსელია, ხო, ეს ინტერნეტი. მეც ვითამაშებ ჩემს შვილთან ერთად რაღაცებს, ხო, ისეც რაც მას გამოადგება, მეც გამომადგება და აი მეც როგორც განცდა მეც ხო უნდა მქონდეს, რომ როგორც მშობელი რაღაცას აი პოზიტიური მშობელი ვარ, შეიძლება არ ვიცი რას ნიშნავს რა, მაგრამ განცდაში ხო მეძლევა და კმაყოფილება, რომ მე ჩემი შვილისთვის, ჩემ შვილთან ერთად ვიყავი და მისი სიხარული გავიზიარე, მისი თქვათ ჭადრაკში წაგება, რა ვიცი, მივიღე, წავაგებინე, ან ხო, ან მოვაგებინე
ან ძალიან ისე სამართლიანად ვითამაშეთ, ხო და ამანაც მისცა რაღაცა, რომ ვასწავლე, რომ მე თუ მართლა წავაგე, რომ ეს კატასტროფა არ არის, ხო? მოდი კიდე ერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილოთ. თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი არის დისციპლინა და თვითდისციპლინა და როდესაც განსაკუთრებით მშობელი ესეთი დიდი დისტანციით არის დაშორებული შვილთან, მაშინ რა მექანიზმები შეიძლება გამოვიყენოთ, თქვათ რა რეკომენდაციები შეიძლება მივაწოდოთ მშობლებს იმისათვის, რომ ბავშვებში მოახდინონ დისციპლინის და თვითდისციპლინის განვითარება, იმიტომ რომ გაჯეტებთან ურთიერთობის დროს არ მხოლოდ ბავშვებს ჩვენც სადღაც დროში და სივრცეში ვიკარგებით ხშირად. და რა შეგვიძლია გავაკეთოთ და თქვათ რა რეკომენდაციები შეიძლება მივცეთ მშობლებს, რომლებიც ემიგრაციაში იმყოფებიან, როგორ განუვითარონ შვილებს დისციპლინა და თვითდისციპლინა. ხო, ეს ძალიან ესეთი სერიოზული თემაა და ალბათ ცალკე პოდკასტი უნდა ჩაიწეროს ნინი ამაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისინი დღეს შევეხოთ რამდენიმე საკითხს და მე განვიხილოთ უკვე დეტალურად. იმიტომ რომ ნახე მშობელი, რომელიც დისტანციაზე ცხოვრობს შვილისგან, შორს ცხოვრობს შვილისგან, აქ ბევრი ხო მას თვითონაც ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ემოციური საკითხი აქვს, ხო? ღვივდება მასთან, ხო? ძალიან ბევრი ბრალეულობის განცდაც აქვს შვილის მიმართ. ხო შორს არის, დატოვებული მყავს შვილი, ხო განიცდის ამას ძალიან. როცა ბრალეულობის განცდა მაქვს, ხო, მე ვცდილობ, ვფიქრობ, რომ მე რაღაცას რო ვაკლებ შვილს, ხო მე მინდა რომ რაღაცით შეუვსო ეს ჩემი დანაკლისი, ხო? ჩემი დანაკლისი ემოციურზე ვლაპარაკობ, შეუვსო რაღაცით და მშობლები ცდილობენ, რომ ასე ვთქვათ, იყვნენ არ მოსთხოვონ ხოლმე ბევრი შვილს, იმიტომ რომ მე თუ ბევრს მოვთხოვ ჩემ შვილს, ხო? ის უარ სიტყვის ჩემზე, ხო? უფრო დავშორდები, ემოციურადაც უფრო დავშორდები და სწორედ აი დისციპლინის გამომუშავებაში ესეც აფერხებს ხოლმე, რომ მე როგორ აბა რა დავავალო, რა მოვთხოვო ჩემ შვილს. კი ვაჭმევ ყველაფერი, ხო? გზრუნველყოფილია, მაგრამ რა მოვთხოვო, როცა მე შორსა ვარ. და აი ეს გაიაზრონ, რომ ჩვენ შეგვიძლია კი არ უნდა მოვთხოვოთ, ხო? ჩვენ უნდა შევათანხმოთ ჩვენ შვილებთან ბევრი რამე, ხო? გავიაზრო, რომ მე მაქვს მშობელი ვარ და ჩემი თუ მინდა რომ ვიყო მშობელი, ეს ჩემი მშობლობის ნაწილია, რომ იქ უნდა ვთხოვო კიდევაც, თუ საჭიროა რაღაც აუკრძალო კიდევაც, ხო? აქ გვეშლება ხოლმე, რომ არ ვადგინებული, მე რომ რაღაც აუკრძალო, არ ვადგინებული, რომ რაღაცა ჩარჩოში ჩავსვა. და აი თვითონ მშობელმა უნდა ასე ვთქვათ, გაიაზროს ის, რომ ეს მერე მის შულს გამოადგება, თუ ერთად შევიმუშავებთ რაღაცა წესებს. ხო? შეუძლიათ ხო განსაკუთრებით რაღაცა ასაკის მერე თავისუფლად შეიძლება რომ ბავშვთან მოლაპარაკების შეთანხმების საფუძველზე რაღაც წესები შემუშავდეს და ბავშვისთვის ეს არ იყოს აღქმული რომ დედა მიწესებს რაღაცა ჩარჩოს, ხო? ეს ერთად შემუშავებული, გაზიარებული პრინციპში რაღაც საზღვრებია, ერთად შევქმენით ეს საზღვრები და თუ მე მენდობა დედა და თუ მე ვენდობი დედას, ამ საზღვრებს დავიცავთ ყველაფერში, ხო? მაგრამ აი ეს თანმიმდევრულობა მე ბევრ სხვა რამეშიც უნდა იყოს, არა მარტო კონტროლის საკითხში, ხო? აი ეს თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, იგივე დისციპლინის და თვითდისციპლინის გამომუშავებაშიც. ხო, მე რასაც ჩემი პრაქტიკიდან ვიყურებ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ხოლმე, როდესაც თითქოს რაღაცა მშობლები რაღაცა წესების დაწესებას ცდილობენ, მე ვეძახი, მე იწყება იქ ერთვება ვაჭრობის მექანიზმი, რომ მატერიალური რაღაცა მოცემულობებით ხდება, ესე ვთქვათ, ვაჭრობა, ამას თუ არ გააკეთებ, ამას არ მოგცემ. და ერთ-ერთი პრობლემაც ეს არის, რომ წესების შემოშავება უნდა რაღაცნაირად ავაცილოთ ვაჭრობის მექანიზმი. შეიძლება იყოს ჯილდო, მაგრამ არა ვაჭრობის მექანიზმი, ხო? და აი აქ ვთქვათ, რა შეიძლება, ვთქვათ, წესებშივე უნდა იყოს ალბათ, ხო? იგივე სანქციები იქნება თუ წახალისების მექანიზმები და რა უნდა წავახალისოთ და რა არ უნდა წავახალისოთ. ხო, ეს მექანიზმები, ხო, აი ეს წესებში შედის ის სანქციებიც და ჯილდოებიც, ხო, რა თქმა უნდა.
აი კონკრეტულად რა უნდა წავახალისოთ ბავშვთან? წავახალისოთ ის თქვათ მე რომ ხედავ რომ რა აი თქვათ იგივე დისციპლინის საკითხთან დაკავშირებით ხო რას ვხედავ, რას ვარქმევ დისციპლინას, ხო? და ბავშვი რას არქმევს, რა სახის ქცევას თუ რაღაცა მოდელს არქმევს დისციპლინას, ხო? ჯერ ეს უნდა შეთანხმდეს, ხო? და თუ ეს მიყვება ბავშვი ამას და გამოსდის ამ ჩარჩოების დაცვა და ეს ჩარჩო მან უკვე იცის, იმიტომ რომ თვითონ შექმნა ეს ჩარჩოც, ხო? მშობელთან ერთად შექმნა ეს ჩარჩო და თუ ეს ჩარჩოდან გადახრა, ხო, ბავშვისთვის დამაზარალებელი არ არის, ხო, იმიტომ რომ მშობლებმა მართლა უკეთესად ვიცით რა შეიძლება მიაყენოს ბავშვს ზიანი, ხო? თუ ხედავთ რომ რაღაც ზიანისკენ მიდის ჩარჩოდან გადახრა, ეს რა თქმა უნდა არ უნდა წავახალისოთ, მაგრამ ამაზე არც უნდა დაისაჯოს ბავშვი, ხო? აქ მთავარია ისევ და ისევ ურთიერთობა, საუბარი, ახსნა და განმარტება, ხო? მოდი ახლა მათ შორის ვილაპარაკოთ. ეს პოზიტიური მშობლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგჯერ არის რომ რამხელა მოქმედებებზე ძალისხმევაც არ უნდა გადადგა, არის რაღაცა პრობლემები და ბარიერები იქმნება და არის რიგი შემთხვევებისა, როდესაც მნიშვნელოვანია მშობელმა მიმართოს ფსიქოკონსულტანტს ბავშვის აღმზრდელობით საკითხებთან დაკავშირებით და ასევე არის რაღაცა სიმპტომები, რომელიც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის მივმართოთ ფსიქოლოგს, ფსიქოთერაპევტს იმისათვის, რომ ჩვენს ბავშვს ხელი შეუწყოთ განვითარებაში. ანუ მოდი ვისაუბროთ იმაზე, როდის რა საკითხების დროს არის მნიშვნელოვანი, რომ მშობელმა მიმართოს კონსულტანტს აღზრდასთან დაკავშირებით და რა სიმპტომები არის წითელი დროშები, როდესაც მნიშვნელოვანია ბავშვი მივიყვანოთ ფსიქოლოგთან. ხო. აი მოდი დავიწყებ აი ეს წითელი დროშები, როცა ბავშვი უნდა მივიყვანოთ სპეციალისტთან, ხო, ფსიქოლოგთან, რა ნიშნები, აი რას ხო, ეხლა კიდე აქ ისევ ეს დისტანცია, როგორც შემაფერხებელი ის, ხო, რას ვხედავ მე? ერთია აქ ხო ხშირად არის, რომ მათთან ვისთანაც ვტოვებთ ბავშვებს, ჩვენი ბებიები იქნებიან თუ ბაბუები თუ დეიდები, არ აქვს მნიშვნელობა, ხო? ისინიც ხო გვიფრთხილდებიან. ემიგრაციაში მყოფ დედებს გვიფრთხილდებიან და შეიძლება ის სურათი, რასაც ისინი ხედავენ, არ უნდათ რომ არის ხოლმე ესეთ შემთხვევები ჩემს პრაქტიკაშიც, რომ იმას ეს რო უთხრა გაგიჟდება, გული გაუსხდება, რაღაცას მალავდნენ. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ იმ ადამიანებთან ვისთანაც ვტოვებ მათ ისინიც ძალიან ყურადღებით იყვნენ და არ მიმალავდნენ არაფერს მოკლედ რა. და ეხლა რას უნდა ხედავდნენ მეც და რაც უნდა ხედავდეს ის ბებიები და ბაბუებიც რას უნდა ხედავდნენ, ხო? თქვა ძალიან საფრთხილოა ის, რომ აი როგორ შეეცვალა ქცევა ბავშვს. ხო, იყო ესეთი და უცებ რადიკალურად იცვლის ქცევას. რა მიმართულებით არა აქვს ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა, იმიტომ რომ ყოველთვის ხვდება თვალში თუ ძალიან ჩვენთვის მიუღებელ ქცევას და საზიანო ქცევას მიმართავენ, მაგრამ აი ვთქვათ შეწყვიტა მეგობრებთან ურთიერთობა, ხო, ჩაიკეტა, ხო, აი ეს უკვე რაღაც სასიგნალო ნიშნებია, ხო, ძალიან გაუხეშდა ხასიათობრივი ცვლილებებიც, ხასიათში ცვლილებები, უნება განწყობასა და ხასიათში ცვლილებები, რომელიც ქცევაშიც ჩანს და აღზრდელსაც და მშობელსაც ეხება, ხო? გაუხეშებულია, აგრესიულია, საერთოდ აი არ თანამშრომლობას ვეძახი იმ ურთიერთობას, რაც ოჯახში ხდება ხოლმე, ხო? ატყობ, რომ აი სრულიად აი ძილი თუ ერღვევა და ატყობ, რომ სრულიად გამოუძინებელია. თქვათ, ძალიან მნიშვნელოვანია ვაკვირდებოდეთ იმასაც, რა რეჟიმი აქვს, რეჟიმი ეცვლება და რეჟიმში მარტო ძილი და გაღვიძება კი არ არის. კვების რეჟიმი, ხო? როგორი კვებება, რას ჭამს, ხო? დამოკიდებულება კვების მიმართ და კვებით ქცევასაც უნდა დავაკვირდეთ, ხო?
და ხა გარეგნული ნიშნებით, ხო, ხა ლაპარაკობ თვით დაზიანებებზე, რომელიც ხშირია და ძალიან მალულია. ძალიან მალულია, ჩავიცმევ გრძელსახელოიან მაისურს და არაფერი არ გამოჩნდება, ხო? ასე ვთქვათ, ძალიან ხშირია თვით დაზიანებები და ეს თვით დაზიანებებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. ესეთ შემთხვევაში უნდა მივმართოთ აუცილებლად სპეციალისტს. ხო, მე მქონია რამდენიმე შემთხვევა, ესე 15 წლის მოზარდის, რომელსაც ესეთი აქვს მშობლის მიმართ რაღაცა ვალის განცდა აქვს და თამაშობს კარგი გოგოს როლს, ანუ თითქოს ყველაფერს ასრულებს, რასაც ეგრეთ წოდებოდ მოითხოვენ მისგან, მაგრამ არ არის ემოციურად ჩართული არაფერში, ხო? ანუ ეს კარგი გოგოს როლის, კარგი ბიჭის როლიც ხშირად, რომელიც არ არის დამახასიათებელი ზოგადად, ხო? აქცევისათვის შესაძლოა იყოს ერთ-ერთი წითელი დროშად. მაგ დროს რას ვაკეთებთ? მაგ დროს ბავშვს პირდაპირ ეუნებიან, რომ მოდი წავიდეთ დახმარებისთვის თუ რა. ხა მე რატომ მინდა რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელზეც ხომ მშობლები სულ მოდიან კონსულტაციაზე და სულ ცდილობთ რაღაცნაირად მოვძებნოთ ყველაზე კარგი გამოსავალი. ხო, ეხლა უკვე როცა მე იმას აქში ვარ, რომ თამაშობ კარგი გოგოს და კარგი ბიჭის როლს და ამ დროს ემოციურად ჩართულობას საერთოდ არ ვავლენ, ხო? უკვე ისეთ ასაკს ეხება, როდესაც ეგრე იოლად წამოდი წავიდეთ ფსიქოლოგთან, ეგრე არ არის. ისევე როგორც კარგი გოგო წამოყვება ფსიქოლოგთან, ხო? შეიძლება ერთხელ წამოყვეს, მაგრამ ეს მე როლს თამაშობ, კარგი ვარ, მივყვები და სინამდვილეში არ მინდა რა ჩემ ემოციურ თემებს და საკითხებს შეეხოს ვიღაცა, ხო? ნუ ეხლა უკვე მე იმ ფსიქოლოგის ოსტატობაზეა დამოკიდებული, იქ რა მოხდება, ხო? ამასაც გაითამაშებს კარგად, კარგი გოგო ვარ და წამოგყევი, ხო? აქაც ისევ საჭიროა ასე ვთქვათ, დაყოლიებასაც არ დავარქმევდი, ხო? განმარტება, საუბარი იგივე ამ შულთან, რომ რატომ არის საჭირო, რომ სხვამაც მოისმინოს, სხვამაც შეგხედოს სპეციალისტმა და თუ საჭიროა დაგეხმაროს, ხო? ანუ მოდი ესე დავარქვათ, ძალიან ხშირად ჩვენ ისა მშობლებს ავიწყდებათ ხოლმე, რომ ამასაც ფსიქოგანათლება ქვია, როდესაც მშობელი შვილს უხსნის და აცნობს იმას, რომ ადამიანებს განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში შეიძლება ბევრი რაღაცა აწუხებდეს ემოციურ თვალსაზრისით, ხო? ბევრი ემოციური საკითხი იდგეს იყოს მის ფსიქიკასა და სხეულში, რომელიც თუხთუხებს და ეს უჩვეულო და განსაკუთრებული არ არის. ეს რომ ნორმალიზაციასავით, რომ ყველა ადამიანს რაღაცა ეტაპზე რაღაცა გვაწუხებს ემოციურად და ეს არ არის რომ შენ რაღაცა განსაკუთრებულად ისეთი რაღაცა შეიძლება გჭირდეს, რომელიც მიუღებელია, ხო? და აი ფსიქოგანათლება ამ გაგებით, რომ ჩვენ გადასალახი გვაქვს ბევრი ამოცანა. ასაკობრივი ცხოვრებისეული ასე შემდეგ, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში და ამ ამოცანებს თუ არ გავაცნობიერებთ კარგად, ხო? და იმას, რომ ამ გადასალახმა ამოცანამ რა ემოციური საკითხი გააღვიძა ჩემში, აი ამ მიმართულებით ფსიქოგანათლება ძალიან დაეხმარება იმ უფროს მშობელს, რომ ვთქვათ შვილი მიიყვანოს სპეციალისტთან. და მოდი ახლა პირველი პოდკასტის დასასრულს ჩემი მიგნებები რაც არის რეალურად არტ-თერაპიული ჯგუფები, რომელიც არ არის აუცილებელი მაინც ბავშვი კრიზისში იყოს ამ მიმართულებით ემიგრანტების შვილებისთვის მე ვფიქრობ ერთ-ერთი ესე ვთქვათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივობა არის, სადაც იგივე ამ ემოციების მიმართულებით გააზრება ხდება, ხო, ემოციური ინტელექტის განვითარება, კონფლიქტების მართვის გზები იქნება, თუ ზოგადად პიროვნული განვითარების მიმართულებით. მე როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ ჯგუფები ნდობაში მოზარდებისათვის არტ-თერაპიული მიმართულებით
და ზოგადად აი მოკლედ რას მოიცავს ეს ართ-თერაპიული ჯგუფები და როგორ შეიძლება რომ მოგმართონ ნდობაში ამ ჯგუფებთან დაკავშირებით ესეთი შეჯამების თვალსაზრისით და მგონი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია იქნება. ხო, მადლობთ ნინი ამაზე რომ ეს თემა რო წამოწია, იმიტომ რომ ძალიან დიდ როლს ასრულებს ჩვენს მუშაობაში ეს ართ-თერაპია ინდივიდუალურიც და ჯგუფური განსაკუთრებით და მოზარდებს ძალიან სჭირდებათ ბევრ შეკითხვაზე გასცენ საკუთარ თავს პასუხი საკუთარი თავის შესახებ და პირველ რიგში ამ ართ-თერაპიის საშუალებით ისინი კარგად გაიცნობენ საკუთარ თავს. კარგად გაიწვეულობენ საკუთარ თავს, აი სწორედ არტის საშუალებით, ხო? არა მხოლოდ თქვათ კოგნიტური ჩვენ ვაანალიზებთ ბევრ რაღაცას, ვაჯამებთ, ვფიქრობთ, ეს მოზარდებიც ფიქრობენ ბევრს, აანალიზებენ, ეძებენ პასუხებს, მაგრამ არტის საშუალებით უფრო მარტივია, იმიტომ რომ სხვა ენით ლაპარაკობს არტი და არტ-თერაპიის პროცესში სხვა ყურით უსმენს მოზარდი და ბავშვი და არა მარტო ბავშვის ზრდასრულებისთვისაც ეს არის გამომსახველობითი, ეს არის შეგრძნებების ენაზე ლაპარაკი, არტის საშუალებით გრძნობების ენაზე ლაპარაკი, თვითგაცნობიერება არტის საშუალებით და ძალიან ეხმარება ბევრი რაღაცის გაცნობიერებაში, ბევრი საკითხის ასე ვთქვათ, საკითხის მოგვარების გზის ძიებაში, იმიტომ რომ არტის საშუალებით პირდაპირათაც და ირიბათაც პირდაპირ კავშირზე გავდივარ ჩემი პიროვნულ ემოციური აი რესურსის დიდი მარაგი გვაქვს ადამიანებს, ხო? უბრალოდ იმ რესურსს ზოგს თავი ახურა, თავი აქვს და გადაფარებულია, დამალულია და პირდაპირ აი ამ შეგრძნებებით, ემოციებით, შთაბეჭდილებებით თავს ავხდით ამ რესურსს და მე ამოვიღებთ რა სათითაოდ, რომელიც გვჭირდება. ვპოულობ სად მაქვს, ხო? აი ჩემს მთლიანობაში. გონებაში და სხეულში, რა ნაწილში და ეს რესურსები და ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. პროცესით სასიამოვნოა. კი, ძალიან სასიამოვნოა. ძალიან დიდი მადლობა. მოგმართავთ, გამოიწერეთ დარიო რადიოს YouTube-ის არხი, გამოიწერეთ ჩემი არხიც, მოგწერეთ შეკითხვები, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით სხვადასხვა წარმატებულ სპეციალისტებთან ერთად შეკითხვებზე პასუხების ძიება, შემდეგ გადაცემაში უშუალოდ სტრესზე და მედიკამენტებზე ვისაუბრებთ, ხოლო ნდობის ართ-თერაპიაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას ვიდეოს აღწერაში მოგაწვდით, ასევე საკონტაქტო ინფორმაციები აუცილებლად გამოჩნდება ვიდეოს დასასრულისათვის. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. შევხვდებით ძალიან მალე.